კი ბატონო, ქალბატონო მარიამ სურს. მე ნაკლებად მაკითხები უბრალოდ გარკვეული შეჯამება მინდა ჩემი პოზიციის გავაკეთო. პირველ რიგში ბატონ ზვია, დიდი მადლობა, რომ უკვე მეორედ თქვენი კოორდინაციით ხდება აღნიშნული შეხვედრა, გაერთიანებული შეხვედრა, თუმცა სხდომა კომიტეტების პირველად იმართება. უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და ბუნებრივია ჩვენი ვალია რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ მდგომარეობის გამოსწორებას და გაუმჯობესებას ჩვენი თანამემამულეებისთვის. მე პირველ რიგში ალბათ არის საკითხები, რომელიც თანაბრად პრობლემურია საქართველოში მცხოვრები როგორც ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე შეიძლება მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ჩვენი საკუთარი მოქალაქეებისთვის საქართველოში. მაგალითად, კლას კომპაქტებზე, როდესაც არის საუბარი, ჩვენც გვაქვს ამის პრობლემა ინტეგრირებულ კლასებთან დაკავშირებით, ასევე მიწის მითვისების პრობლემები ასევე საქართველოშიც არსებობს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თქვათ აღნიშნული შეფასება თქვათ ნამდვილად არის თქვათ რეალობასთან მიახლოებული და არა თქვათ შეიძლება თქვათ დამატებითი თქვათ საკითხის განსაკუთრებული სენსიტიურობიდან გამომდინარე რამდენად პრობლემა ეხება მხოლოდ ქართულ მოსახლეობას და არა სხვა მოსახლეობასაც. ნებისმიერი საკითხი, ყველა კრიტიკული საკითხი, რომელიც თქვენ დასვით, მე ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გადავიყვანოთ ორმხრივი მოლაპარაკებების და თანამშრომლობის ფორმატში. რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვსტუმრობდნენ აზერბაიჯანის მეჯლისის წარმომადგენლები, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და ჩვენი კოლეგები. ჩვენ ვართ შეთანხმებული, რომ გაზაფხულზე გვექნება ვიზიტი აზერბაიჯანში და ძალიან კარგი შესაძლებლობა, განსაკუთრებით კარგი შესაძლებლობა გვაქვს, რომ სულ რამდენიმე დღეში ქალბატონი პრეზიდენტი ეწვევა აზერბაიჯანს და ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ ის მესიჯები და რეკომენდაციები, რომელიც უნდა იყოს გაჟღერებული მაღალი დონის შეხვედრებზე. პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ერთგვარ შედარებით ანალიზზე. არის მთელი რიგი საკითხები, სადაც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოქალაქეების ჩვენ უფრო მეტ სიკეთეს ვქმნით და ვთავაზობთ და ალბათ საუბარი დიალოგი უნდა წარიმართოს სწორედ იმ მიმართულებით, რომ ანალოგიურად მოხდეს გათანაბრება აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებების, როგორც განათლებაზე, ასევე სხვა სოციალურ სერვისებზე. მაგალითისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი 1+4 პროგრამა, რომელიც თავაზობს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და ასევე სხვა არაქართულ მოსახლეობას საქართველოში, რომ მიიღონ უმაღლესი განათლების დაწყების შესაძლებლობა სახელმწიფო ენაზე და შემდგომ უკვე სპეციალიზაციის მიხედვით აერჩიონ უმაღლეს სასწავლებელში დისციპლინები მათთვის საინტერესო. ასევე კულტურის სახლებთან დაკავშირებით მარნეული შემიძლია დაგისახელოთ მაგალითად, ჩვენ ძალიან კარგი პრაქტიკა გვაქვს და თანამშრომლობა ქვემო ქართლში მცხოვრები ჩვენი აზერბაიჯანელი თქვათ ოჯახებთან და საზოგადოებასთან. სახელმძღვანელოები ზოგადად მე ვფიქრობ, რომ სახელმძღვანელობთან დაკავშირებით პრობლემური არის აზერბაიჯანული ენის სწავლებაც საქართველოში, მაგრამ აქაც მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ერთიანი მიდგომა, რომელიც იქნება თანამშრომლობით საწყისებზე დაფუძნებული და ჩვენ შეგვიძლია განათლების სამინისტროში ვიფიქროთ მემორანდუმის გაფორმებაზეც კი, რომ მოხდეს როგორც მასწავლებლების გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობა, ასევე სახელმძღვანელოების მიწოდების პრინციპზე შეთანხმება. არის შესაძლებელი, რომ დედაქალაქებმა და ცენტრალურმა სამინისტროებმა იტვირთონ შესაბამისი სახელმძღვანელოების შემუშავება და მიწოდება, ანუ თბილისიდან, ესე ვთქვათ, საიგილოში და თქვათ ბაქოდან ქვემო ქართლში, მაგრამ ეს უნდა იყოს აუცილებლად შეთანხმების ფორმატში. ჩვენი მთავარი აქცენტი უნდა იყოს შევქმნათ ერთიანი ფორმატი და მაქსიმალურად მიუახლოვოთ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების თქვათ მდგომარეობა და სახელმწიფოს მხრიდან აღებული ვალდებულებები და პროგრამები აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი ოჯახების შესაძლებლობას. ანუ მთავარი გზავნილი მე ვფიქრობ უნდა იყოს სწორედ ეს მიმართულება. დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები წამოჭერეთ და მე ვფიქრობ, რომ იქნება აუცილებლად გადაწყვეტის გზებიც მოძიებული.